ჯერ. მაშინ ასე მეგობრებო, საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი და ბოქსინგ გრუპ პრომოუშენი საქართველოს სპორტის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით ატარებს მორიგ მსოფლიოს არეიტინგო ბრძოლებს და მსოფლიო კრივის ფედერაციის ქამრების გათამაშებას. მორიგი დიდი ღონისძიება, მორიგი დიდი ივენთი იგეგმება თბილისში ხვალ 2 მაისს და მინდა გთხოვოთ ყველას რომ მობრძანდეთ, მხარი დაუჭიროთ ჩვენს მოკრივეებს, ვიხილავთ არაერთ ძალიან კარგ ორთაბრძოლას, ვიხილავთ არაერთ ძალიან კარგ მებრძოლს, მოგეხსენებათ დღის მთავარ ბრძოლაში ქართული კრივის მართლაც ამომავალი ვარსკვლავი დაუმარცხებელი გივი თოდუა დაიცავს თავის მსოფლიო ჩემპიონის ქამარს ფილიპინელი მეტოქის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ჩვენ ვიხილავთ საერთაშორისო უცხოელ მოკრივეთა დაპირისპირებას ასევე საქამრო ბრძოლაში და მინდა გითხრათ, რომ ამას დროულად იქნება მსოფლიოს არეიტინგო ბრძოლები, როგორც გამორჩეული ქართველი, ასევე უცხოელი მოკრივეების მონაწილეობით, ასე რომ წინ გველის არაჩვეულებრივი შოუ, ძალიან მაგარი ღონისძიება და ველოდებით ყველა გულშემატკივარს. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ აწონვების ცერემონიალს, ჩვენთან ერთად იმყოფება მსოფლიო კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ჰოვარდ გოლდბერგი, რომელიც იქნება და დაესწრება ამ ბრძოლებს პირადად და იქნება მთავარი ბრძოლების, საქამრო ბრძოლების სუპერვაიზერი ამავდროულად. გთხოვთ მივესალმოთ. მაშინ ასე დღის მთავარ ბრძოლაში ჩვენ ვიხილავთ ფილიპინელ მოკრივეს ელმოტ რაია. In the weight 72 on the dot. 72 კილოგრამი ელმოტ რაია, ფილიპინები. ხოლო ელმოტ რაიას წინააღმდეგ ქართული კრივის ვარსკვლავი დაუმარცხებელი გივი თოდუა. მივესალმოთ. In the weight 72.45. 72 და 400 წონა ჩაბარებულია გივი თოდუა. Face to face. საზოგადოებას Come back closer. საზოგადოებას Thank you. მადლობა. ისურვებთ წარმატებებს. ვეცდებით, მაგრამ შემდეგი ორთაბრძოლა ასევე იქნება მსოფლიოს კრივის ფედერაციის ქამარზე. მაშინ ასე WBF მსოფლიო ჩემპიონის ქამრისათვის იბრძოლებენ კრუიზერვეით წონით დივიზიონში არშდიპ სინგ ბაფი, ინდოეთი. Slightly overweight. 91 კილოგრამი. და მისი მეტოქე. ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი ქართველების მეგობარი, დაუმარცხებელი მოკრივე ისრაელიდან, იან ზაკი თქვენს წინაშე. In the weight 90.7. 90 და 700 გრამი იან ზაკი წონა ჩაბარებულია. Please. We go now to the rules meeting. Come. If he, yeah, then come back.
Once again. Let's have a look and see. 90.7 in the weight. წონა ჩაბარებულია კიდევ ერთხელ. And let's face to face. Okay, front facing. Front facing. Thank you. Thank you. Yeah. Next door for the movie. კი ბატონო. ხოთ? Rules about rules meeting about правили так. მაშასე მეგობრებო, გრძელდება ჩვენი აწონების ცერემონიალი და გადავდივართ ქართველი მოკრივეების მსოფლიოს არეიტინგო ბრძოლებზე. მოვემზადოთ მას ასე 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში. გორელი მოკრივე ნიკა მთიულიშვილი. სამოცი კილოგრამი ნიკა მთიულიშვილი გორი და მისი მეტოქე დებიუტანტი მოკრივე ქარელიდან ოთარ ყეინაშვილი თქვენს წინაშე. სამოცდა ერთი და 500 ოთარ ყეინაშვილი პირისპირ. საზოგადოებას მადლობა. შემდეგი წყვილი ლევან ჯოხაძე რუსთავი 4 რაუნდიანი მსოფლიოს არეიტინგო ბრძოლა. 59 და 700 ლევან ჯოხაძე. და მის წინააღმდეგ რაგიმ მამედოვი მარნეული. აკ წინიდეს. 58 კილოგრამი რაგიმ მამედოვი მარნეული. Face to face. მადლობა, აპლოდისმენტები. შემდეგი წყვილი 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში თამაზ ურუშაძე, თბილისი. შარვალიც და ფეხშიც. ორივე. Ormotda 19 კილოგრამი თამაზ ურუშაძე, თბილისი. მადლობა თამაზ. და მის წინააღმდეგ გიორგი ოდიშელიძე, დებიუტანტი მოკრივე თბილისიდან. Ormotda 16 კილოგრამი გიორგი ოდიშელიძე. პირისპირ. საზოგადოებას მადლობა.
65 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი კრივის კლუბი მგლებიდან ლევან იანქოშვილი. სამოცდა 6 კილოგრამი ლევან იანქოშვილი. დამის წინააღმდეგ გამოცდილი მოკრივე ღვთისო თითიბერია გორი. სამოცდა 7 კილოგრამი ღვთისო თითიბერია პირისპირ. მადლობა ბიჭებს. შემდეგი წყვილი 4 რაუნდიანი ბრძოლა 58 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ბექა ჭინჭარაული გუდიანის გუნდიდან. ხავთ მიესალმოთ. 58 კილოგრამი ბექა ჭინჭარაული თბილისი. დამის წინააღმდეგ ვახტანგ ბეგაშვილი ვერისბაღის კრივის დარბაზი. 59 კილოგრამი ვახტანგ ბეგაშვილი პირისპირ. საზოგადოებას მადლობა წარმატებები ბიჭებს და შემდეგი წყვილი 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში თემურ ბურნაძე გორი. სამოც 77 კილოგრამი თემურ ბურნაძე გორი. გამის წინააღმდეგ დებიუტანტი მოკრივე ვახტანგ აფრასიძე დმანისი. 76 და 300 გრამი ვახტანგ აფრასიძე დებიუტანტი მოკრივე დმანისიდან პირისპირ. face to face. საზოგადოებას აპლოდისმენტები. 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში 4 რაუნდიანი ბრძოლა გუდიანის გუნდი დათა მუშკუდიანი. 66 და 400 დავით მუშკუდიანი გუდიანის გუნდიდან. დამის წინააღმდეგ დებიუტანტი გორელი მოკრივე ნიკოლოზ მაზმიშვილი. 66 და 700 ნიკოლოზ მაზმიშვილი თქვენს წინაშე. პირისპირ. მადლობა. ისურვებ წარმატებებს. შემდეგი წყვილი 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში
დებიუტანტ მოკრივეთა დაპირისპირება ანზორ ჯავაშვილი, თბილისი. გაიხადეთ. ოთხმოცდაერთი და 600. კამერებისკენ. გადავღე. და მისი მეტოქე. დებიუტანტი ბორჯომელი მოკრივე ბექა ლომსაძე. მივესალმოთ. ოთხმოცი კილო და 700 გრამი. ბექა ლომსაძე ბორჯომი. ერესპირ. მადლობა. 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში. უტეხი თქვენს წინაშე გუდიანის გუნდიდან გიორგი კალანდია. ზუგდიდი. სამოცდა 4 და 250 გრამი გიორგი კალანდია. დამის წინაშე დებიუტანტი მოკრივე დმანისიდან სერხან კურბანოვი. 65 და 500 სერხან კურბანოვი. პირისპირ. მადლობა. ისურვებ წარმატებებს. 78 კილოგრამ წონით კატეგორიაში კიდევ ერთი დებიუტანტი მოკრივე, ამჯერად მარტვილიდან ლუკა კუხალაშვილი. მივესალმოთ. სამოცდა 16 და 850 გრამი ლუკა კუხალაშვილი. მარტვილი. და მის წინააღმდეგ მოკრივე ზუგდიდიდან ველოდი ოდიში მოკრივე ხობიდან ველოდი მიქელაია. მივესალმოთ. 77 კილოგრამი ველოდი მიქელაია. ხობი. პირისპირ. საზოგადოებას მადლობა. ისურვებ წარმატებებს. შემდეგი წყვილი 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნიკოლოზ მიქელაძე. გორი. 66 კილოგრამი ნიკოლოზ მიქელაძე. მივესალმოთ. და ნიკოლოზის წინააღმდეგ დებიუტანტი მოკრივე თბილისიდან ვერის ბაღის კრივის დარბაზი გაგა კიკნაძე. 65 და 700 გაგა კიკნაძე. პირისპირ. საზოგადოებას
შემდეგი წყვილი 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში. დიმიტრი გულბანი, თბილისი. ოთხმოცდასამი და 400 დიმიტრი გულბანი, თბილისი. და მის წინააღმდეგ ნიკა ნოზაძე, ქუთაისელი მოკრივე. ოთხმოცდასამი და 900 ნიკა ნოზაძე, პირისპირ. საზოგადოებას მადლობა, წარმატებები. შემდეგი წყვილი 58 კილოგრამ წონით კატეგორიაში. კიდევ ერთი მოკრივე გუდიანის გუნდიდან დავით კაზიევი. მივესალმოთ. ორმოცდაცხრამეტი და 300 გრამი დავით კაზიევი. და მის წინააღმდეგ დებიუტანტი მოკრივე რუსთავიდან სეიმურ ნასიბოვი. სამოცი კილო და 400 გრამი სეიმურ ნასიბოვი. პირისპირ. მადლობა, ისურვებ წარმატებებს. 76 კილოგრამ წონით კატეგორიაში 4 რაუნდიანი ბრძოლა. გამოცდილი მოკრივე თორნიკე ციკლაური, გორი. $77 კილოგრამი თორნიკე ციკლაური. მივესალმოთ. კარგად დადექი რო არ გაგხონე, კაი სურათი, ერთი წამი. არ. და მისი მეტოქე, დებიუტანტი მოკრივე გურჯაანიდან ბეჟან სოღულაშვილი. მივესალმოთ. $76 და 300 ბეჟან სოღულაშვილი. პირისპირ. მადლობა. მადლობა ბიჭებს, გისურვებთ წარმატებებს. მაშ ასე. ახლა კი გადავდივართ საერთაშორისო მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებზე. 51 კილოგრამ წონით კატეგორიაში 6 რაუნდიანი მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლა. და თქვენს წინაშე ჩვენი სტუმარი უზბეკეთიდან უგილშო დავლათოვა. მივესალმოთ. $50 კილოგრამი უგილშო დავლათოვა, უზბეკეთი. და მისი მეტოქე, ქართული კრივის ამომავალი ვარსკვლავი, ქართული ქალთა კრივის სახე,
თეონა ფიროსმანაშვილი. მივესალმოთ. ორმოცდა 10,800 გრამი. თეონა ფიროსმანაშვილი. პირისპირ. აქეთ. აპლოდისმენტები ჩვენს გოგოებს. გისურვებთ წარმატებებს. ახლა კი მომდევნო ბრძოლა. 6 რაუნდიანი 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში. კიდევ ერთი ჩვენი სტუმარი აზერბაიჯანიდან ხანბალა გურბანოვი. მივესალმოთ. სამოცდა 7,800 გრამი ხანბალა გურბანოვი, აზერბაიჯანი. მივესალმოთ. და მისი მეტოქე მაგარო დაუმარცხებელი ქსნის ხეობელი მოკრივე გიორგი გიგნიაშვილი თქვენს წინაშე. 67,700 გრამი გიორგი გიგნიაშვილი. აპლოდისმენტები. პირისპირ. საზოგადოების. წარმატებები. მაშინ ასე მეგობრებო, დამთავრდა ჩვენი აწონვების ცერემონიალი. ყველას გთხოვთ, მობრძანდეთ ხვალ 2 მაისს 17 საათიდან თბილისის ოლიმპიურ სასახლეში. შეიძინეთ ბილეთები მხოლოდ ტიკეტ ჯიზე და ერთად უქომაგოთ ქართულ კრივს. ნახვამდის.